კიდევ ერთხელ სალამი. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. დღეს ძალიან საჭირო თემით დავიწყებთ საუბარს. პილატეს ზოგადად არის მიმდინარეობა, რომელიც სამხედროთა რეაბილიტაციისთვის დაინერგა წლების წინ და შემდეგ ის უკვე ტრანსფორმირდა სამოქალაქო ცხოვრებაში და ძალიან კარგ საჭირო სარგების მომტანია მათთვის, ვისაც უბრალოდ ვარჯიშიც უნდა სხეულის გაჯანსაღებაც და დაზიანებების ფიზიკური ზიანის, ასე ვთქვათ, კორექცია. დიახ, და მე მინდა მოგიყვეთ ჩემი მაგალითი, როგორ აღმოვაჩინე თავიდან ადამიანი, რომელიც ძალიან არის შეყვარებული თავის საქმეში და განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ბოლო პერიოდში ბავშვთა სპორტს და ბავშვთა ფიზიკურ განვითარებაში პილატესის როლს ზოგადად და აქვს საკუთარი მაგალითები, რომელსაც ახლა გაგვიზიარებს. ნატალია მესიარიკოვა, პილატესის პროფესიონალი ინსტრუქტორი არის ჩვენთან სტუმრად და მოგვიყვანა ორი არაჩვეულებრივი შეგირდი. დემეტრე და ნიკოლოზი და ჩვენ ვარჯიშებსაც ნახავთ აუცილებლად მაგალითად. ანუ სპორტსმენები არიან, ხო? დიახ. ჩვენი თემა კი სწორედ გახლავთ ბავშვთა სპორტი, ის დატვირთვა, რომელიც ბავშვთა ასაკში სპორტის სხვადასხვა სახეობებში აქვთ ბავშვებს და სად არის ხოლმე გაშვებული შანსი ხელიდან, რომ ბავშვის ტანი, ხერხემალი სწორად განვითარდეს. ანუ რა უნდა იცოდეს მშობელმა, როგორ უნდა დააკვირდეს მწვრთნელს, რატომ უნდა დაესწროს ვარჯიშს და ზოგადად რა უნდა იცოდეს იმისთვის, რომ ბავშვი მიუხედავად დიდი სპორტული დატვირთვისა გაიზარდოს ჯანმრთელი. და ბედნიერი. და ძალიან მნიშვნელოვანი აქ ასაკი ალბათ ბავშვის, იმიტომ რომ ბევრი მშობელი ჩქარობს. მაგალითად, შეყავს დაადრევ ასაკში ბავშვი ან ვარჯიშზე, ან რაღაც ისეთ სპორტზე, რომელიც მაქსიმალურ დატვირთვას აძლევს და როგორ ეხმარება პილატესი ამ შემთხვევაში და ის ადგადის ზღვარი, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდეს ყველა მშობელმა, ну, რა თქმა უნდა, პროფესიონალი ყველა ვერ იქნება თქვენი რჩევა. რა თქმა უნდა, მოგესალმებით კიდევ ერთხელ, ძალიან მიხარია თქვენ გადაცემაში ისევ მოსვლა ამდენი წლის წინ. ხო. მოკლედ, ბავშვები, რა თქმა უნდა, ყველა მშობელს უნდა, რომ ბავშვი იყოს საუკეთესო, იყოს ბედნიერი, იყოს წარმატებული და იმისთვის არის მე დაგეთანხმებით იმაში, რომ ბავშვი ანუ ასაკობრივი რაც უფრო პატარა დაიწყებს, უფრო ჯობია, იმიტომ რომ სხეული არის მოქნილი, თან მით უმეტეს ახლა ბავშვები არიან ბევრად უფრო ყოჩაღები და განვითარებულები, ვიდრე დაუშვათ ჩემ დროს იყვნენ და მაგრამ დატვირთვასაც ხო გააჩნია. იცით რა არის? პილატესი მაგიტომაც არის ისეთი ძალიან ვიტყოდი უნივერსალური და იმდენად ელეგანტურად გასწავლის თქვენი სხეულის მართვა, თქვენი სუნთქვა, თქვენი ხერხემალი, თქვენ როგორ და რაც თავარია კიდევ ხალის გაძლევს. ანუ გიხარიათ, იმიტომ რომ ხედავთ ყოველდღიურ შედეგს, ძალიან წინ მიდიხართ, იმდენად ლოგიკურად არის აწყობილი მისი მეთოდიკა და ბავშვებს რა უნდათ გახალისდნენ. სპორტზე რატომ იდიან? მოსწონთ. ბავშვი ცეკვაზე რატომ იდის? იმიტომ რომ მოსწონთ რო ცეკვავს. ანუ ფეხბურთზე რატო შედიან? იმიტომ რომ მოსწონთ ბიჭებთან ერთად რო დარბიან და კიდევ უფრო მეტად გაგიჟდებიან, როდესაც უცბად ხედავენ, რომ გამოსდით, უფრო სწრაფები არიან, უფრო კარგები არიან და ეს პილატესი იმისთვის არის კარგი, რომ აარიდებს ტრავმებს, თავდაჯერება გიზრდებათ, ხართ უფრო ლამაზი, იზრდებით, იმიტომ რომ როდესაც იზრდებით ხერხემალზე ხო დატვირთვა მიდის და მე უცბად, ანუ მაგას ვერავინ ვერ განსაზღვრავს, რამდენ სანტიმეტრით გაიზრდება გარდატეხის ასაკში და უცბად ეს პილატესი ეს ყველაფერს იჭერს. უნდა დავეხმაროთ რა თქმა უნდა, ეს არის აუცილებელი. იცი რა მინდა ნატალია კითხო, შენი დაკვირვება, აი როდესაც შენთან მოდიან, აი მაგალითად, აი ავიღოთ დემეტრე ან თუ გნებავთ ნიკოლოზი, რაგბის და წყალბურთის წარმომადგენელი ყავს სტუდიაში. აი როდესაც შენთან მოდის ბავშვი, რომელიც უკვე კარგა ხანია ვარჯიშობს იმ კონკრეტულ სპორტში. თამამად თქვი ოღონდ, შენი დაკვირვება რატომ დასჭირდათ მათ დამატებით პილატესზე სიარული? თუ გინდათ პირდაპირ ვიყო, კარგით, მაშინ ელეგანტურად გეტყვით, ვიყავი პირდაპირ შოკირებული. შოკირებული ვიყავი იმაზე, რომ ბავშვი რომ მოვიდა, ზოგადად მე ამაყებ იმით, რომ ადამიანს ცნობ თავისი სიარულით, დგომით და ტანით, რას წარმოადგენს და რა პროფესიით არის. კი, ანუ ეს უკვე ანუ პროფესიას, ანუ ეგრე მაგალითად ახლა ბუღალტერი ვარ თუ რაღაცა ეგრე, მაგრამ ანუ მაგალითად ახლა ბალერინას, ან დაუშვათ თუ ფეხბურთელი არის, თუ მორაგბე არის.
რაღაცა ყველას დახასიათება აქვს, მოცეკვავე და ანუ არ არსებობს რომ რაღაცა შევცდი ან ადრე თუ იყავი სპორტში დაკავებული. ხო, შოქში ჩავარდი, ახლა მოყევი რაღაცა ჩვეულებრივად. იმიტომ რომ პირველ რიგში რასაც ვუყურებ, ეს არის ფეხები. ფეხები არის მომზადებელი, ანუ როგორ დგას ტერფი, ტერფი კიდევ ხერხემალი არის, როგორ დგანან, ყველა ბიჭი იხრება, ყველა გოგოც იხრება, ეს რაღაცა ის არის, საუკუნის დაავადება არის, მაგრამ სპორტში ეს ძალიან დიდი დანაშაულია, იმიტომ რომ როდესაც თქვენ უკვე იხრებით მხრებში, ეს ნიშნავს, რომ ენერგიას კარგავთ, გამძლეობას კარგავთ, არა იმის, რომ ხართ ბეგემოტური და ვეღარ აკეთებთ, ანუ გაშლილი მხრები, ეს ხო რაღაცას ნიშნავს, ხო? ეს ხო თავთან არის დაკავშირებული გონება, ანუ ყველაფერი და მე აი ზუსტად კოორდინაცია და აქ თუ არ ახართ კარგად, ქვემოთ შანსი არ არის რომ კარგად ვერც ირბენ კარგად. ვერც ირბენ, ანუ რატო არის? აი უბრალოდ დააკვირდით, ფანტასტიკური ნიჭიერი ბავშვები არიან, მაგრამ შედეგს ვერ აღწევენ. კი ბატონო, კაჩავენ რამოდენიმე ხანში თავისი ნიჭით. რაც სუპერ. მაგრამ მე როცა უკვე ტექნიკა არის საჭირო, იქ უკვე ჭედავენ, რაც არ უნდა წვრთნელი უყვიროს, რაც მე არ ვეთანხმები და ხშირად უფრო შეურაცხყოფისკენ მიდიან ვიდრე კონსტრუქტიული კრიტიკაზე. ანუ ის არის, ანუ და მე აღარ უნდა ბავშვს სიარული ამ იცით რა არის კი мотиваციასაც კარგავს, თან მით უმეტეს თუ სულ რაღაცა მოგლეჯილი აქვს და რაღაცა ტრაუმა აქვს, აი მით უმეტეს ახლა საინტერესო დასასრულისკენ მიყავდა, ანუ ეს ის რომ მე როცა უკვე სერიოზულად უნდა ჩაერთოს და პირიქით ტექნიკა უნდა გაანავითაროს, რა ხდება დროს ხდება რომ მიდის უკან ფიზიკურად. იმიტომ რომ აი ეს ტექნიკა, ეს ხერხემალი, იცით რა არის, როდესაც უკვე იზრდებით და ხდებით კაცი და ქალი, ეს სხეული აღარ არის ეგეთი მოქნილი, აღარ გიჯერებთ პრინციპში და თქვენი რესურსი გამოუწუროთ როგორც ნიჭი და უკვე არის საჭირო რომ მოვაძეთ ფიზიკური ძალა, რაც არ აქვს. არ იციან სწორი სუნთქვა. ეხლა ძალიან კრიტიკულად გამომდის, მაგრამ პრინციპში კრიტიკოსი ვარ, ნუ რა რეალობას და მე ვფიქრობ რომ მართლა მისახედი არის. იმიტომ რომ ჯერც ერთი მოქმედებს ფსიქოლოგიურადაც მოქმედებს. იმაზე კი არა რომ კარგი დაუშვათ ყველა ვერ იქნება ჩემპიონი, ვერ გახდება ცნობილი ფეხბურთელი ან ცნობილი მორაგბე, მაგრამ რატო უნდა გახდეს ინვალიდი? იცი რა მაინტერესებს, რამდამაბნია. იდეაში მშობელს სპორტზე შეყავს შვილი, იმიტომ რომ იყოს უფრო ჯანმრთელი, უფრო რაღაცნაირად გამძლეობაც ქონდეს მეტი, ხო, მეტი კუნთიც ქონდეს, სტონაც იყოს უკეთესი და უშუალოდ ვიდრე იყო. და ამ დროს შეიძლება პირიქით აღმოჩნდეს ბავშვი რაღაც ტრავმებისკენ მიდრეკილი გახდეს. აი ნამდვილად ეგრე არის. მაშინ რა ჯობია, რა სპორტით რო დაიწყოს ბავშვმა, რომ შემდეგ უკვე ისეთ სერიოზულ სპორტზე გადავიდეს, როგორც მაგალითად რაგბი ან ფეხბურთი ან სხვა. იცით რა არის, მე პირადად ძალიან წყალბურთი მგონია რომ ისედაც გამოჯანსაღებელია და მაგიტომ აღარ არ ვიცით პირადად ნიკოლოსი რო დავინახე, აი თუ გინდათ პირდაპირ ვიყო, აი ჩვეულებრივად მეგონა რომ ეტლიდან ადგა ბავშვი. ანუ იმდენად იყო დასუსტებული საერთოდ დუნდულები, კი ბატონო, წყალბურთელი წყალში არის და რაში სჭირდება ფეხები, მაგრამ ფეხები როგორ არ სჭირდება ახლა, მაგრამ აი მხრებში არ იყო გასწორებული, ანუ ხო, კარგი, მოდი ვკითხოთ, მაშინ ნიკოლოს აქვს მიკროფონი. ნიკოლოს, მე როგორც ვიცი, შენ ძალიან მოგწონს, როცა დადიხარ პილატესზე და შენ თვითონ ხედავ შედეგს, ხო? აი, რა შედეგს ხედავ? შენ უკვე სპორტსმენი ხარ, კარგად იცი შენი სხეული და გითხარი, თქვათ, იქ როგორია და აქ როგორია ვარჯიში? მე რო დავიწყე პილატესზე, ძალიან ადვილად ვიღლებოდი და ვერ ვაკეთებდი, იმიტომ რომ შუნთქვა მიჭირდა, ტექნიკაც არ ვიცოდი და არ ვიცოდი რა მექნა. წყალბურთზე რო დავდიოდი, ფეხი მქონდა გადაბრუნებული, აი ასე მქონდა ჩასული. ეგ იმიტომ რომ 6 თვე ვიყავი საწოლად ჩავარდნილი. ტრავმა მქონდა და მაგის მერე მეგონა რომ უფრო წყალბურთი დამეხმარებოდა, რომ ეს აღმედგინა ჩემი ტერფი. მაგრამ არ დამეხმარა, გავიდა რამოდენიმე თვე, უფრო გამიუარესდა და ვერ დავდიოდი კარგად. ვიარეთ, ბევრი ვიარეთ ექიმებთან, ყველა მეუბნებოდა, რომ არაფერი არ არისო. და რა ვიცი, პილატესზე რო შემოვედი, უფრო სწორედ დავიწყე დგმა ფეხის. აი, იცი რა, წყალბურთზე ისევ ხო დადიხარ? ანუ წყალბურთში გააუმჯობესე შენი შესაძლებლობები, რაც დაახმარა ეს პილატესი? უფრო გავძლიერდი, უფრო მეტი გამძლეობა მომემატა. მეტ მეტრს ცურავ? მეტ მეტრს ცურავ, კი. რამდენი ხანია პილატესზე რა? 2 თვეა.
სუნთქვა აღნიშნე, ამით დაიწყება. ცურვას სწორედაც რომ სუნთქვით იწყება, ხო? და ანუ განსხვავდება რა თქმა უნდა, ხა ცურვის სუნთქვა და ჩვეულებრივი ვარჯიშის სუნთქვა, ხო? ამაში არის სხვაობა თუ რას ამბობდი, რომ სუნთქვა მიწევს? სუნთქვა არის, ანუ მე რო სუნთქავდი იმ პერიოდში, როცა არ მჭირდებოდა სუნთქვა. როცა მაგალითად ხელს მოусმენ, ზემოთ სუნთქავდი. როცა პირიქით გვერდზე უნდა შემესუნთქა, აი ასე ვიწევდი და ეგრევე სუნთქავდი. მაგრამ ამას ხო გასწავლით პედაგოგი ცურვის დროს? ნუ გვასწავლის, რა თქმა უნდა, მაგრამ ისეთ სტილში გვასწავლის, რომ ბავშვები ჩვენ ვერ ვიგებთ. ვერ ვიგებთ, მაგიტომ არ მიყვარს ცურვას, სუნთქვა ვიცი სწორად. დემეტრე, მოდი რაგბის მაგალითიც თქვა, დემეტრე არის 10 წლის. ხო? და ასე ვთქვათ, უფრო პატარა ვიდრე ნიკოლოზი და ერთი შეხედვით შეიძლება იფიქროს ადამიანმა, რომ აი რა საჭირო ესე ორმაგი დატვირთვა, რომ რაგბზეც ვარჯიშობს, პილატესსა ასე შემდეგ. აი შენ გითხარი, რა გაგიუმჯობესდა და რა მოგემატა? პილატესის დროს, როდესაც პილატესი დავიწყე, არ მქონდა კაი ფეხები და რაც, ანუ ეხა 4 თვე შემისულდება მალე და ფეხები გამიუმჯობეს და ტანი გამიუმჯობეს და უფრო კარგად მოძრაობ, კარგად ვიძლევი ბურთს, პასებს და მომემატა ძალა და რაგბში ეს მნიშვნელოვანია. ნატალია, მოდი აი თითოეულ აი რაგბზე გავაკეთოთ კომენტარი, იმიტომ რომ ეს ძალიან ესეთი ძალისმიერი სპორტია, ხო და გამძლეობას საჭიროებს და პილატესი ზოგჯერ გონიათ ხოლმე, რომ ცოტა ისეთი სუბუქი სახეობა და უფრო გაწელვებია და ასე შემდეგ. აი გამძლეობას როგორ ვაღწევთ? იცით რა არის პილატესი? პირველ რიგში პილატესი იყო მამაკაცი, რომელსაც უნდოდა რომ გაუმჯობესოს საკუთარი თავი, იყოს ათლეტური, ქონდა ასთმა. მერე გადავიდა, როდესაც ეს მეთოდიკა თავის თავზე ანუ მოსინჯა და გაძლიერდა, მერე უკვე ჯარისკაცებს ავარჯიშებდა, მერე სპორტსმენებს, ბოქსიორებს და მოთხილამურეებს. ანუ ტრავმირებულ ადამიანებს, სუსტად და ყველას აყენებდა ფეხზე. და რა თქმა უნდა, მე ამერიკაში რო წავიდა და ამერიკა ამით არის ძალიან კარგი, რომ აძლევს შანსს ყველას ესეთ ნიჭიერს და მონდომებულს და როცა დადო შედეგი, მაგიტომაც აღმერთებენ ამ პილატესს. და ეს პილატესი არანაირი სქესობრივი სქესი ასაკობრივი ზღარი არა აქვს. რაც უფრო მე პირადად დავიწყე დემესხელა რო ვიყავი პილატესი, მე გამაოცდა ის. მქონდა დისპლაზიური სახსრები, როგორც დემესაც მქონდა ის არის და მქონდა, ანუ დავდიოდი ტანვარჯიშზე, ანუ მარტივად ჯდებოდი შპაგატში, პადიომი მქონდა, ყველაფერი მქონდა, მაგრამ ვერ მავრთავდი თავს. ანუ პრობლემა ტანვარჯიშზე ხო დადიოდი? მე ბალერინაც ხო ხო და რანაირად ხდება? ანუ ყველა კუნთი ხერხემლის ხო, პარავერტებრალური კუნთი, ყველაფერი ფორმაშია. მე გეტყვით ერთ რაღაცას, თქვენ გინდათ იყოთ მწერალი და არისწავლოთ გრამატიკა და წერა და კითხვა. მაგრამ გქონდეთ იდეები, ანუ მიხვდით, ანუ ბალეტი ხო ამას იცით რა არის? ძელთან, მაგრამ ყველა სპორტი, როგორც ყველა პროფესია, აი თუნდაც თქვენი, რომ სულ ზიხართ, ხო? შეიცავს იმას, რომ თქვენ აკეთებთ ერთი და იგივეს. გინდა ხართ ჩოგბურთელი, გინდა ხართ მორაგბე, გინდა ხართ ბალერინა. ბალერინები სულ ესე დადიან, ხო? შესაბამისად, მე გაქვთ გადაწელილი ეს ფეხები. პირიქით უნდა გააკეთოთ პირიქით. ნატალია, ეს ნიშნავს თუ არა იმას, ეხლა დავფიქრდი ამაზე, რომ პილატესი არის ის, რაც აუცილებლად თან უნდა სდევდეს ნებისმიერი სპორტის სახეობას. მე ამაში ვარ დარწმუნებული, რადგან უკვე არა ვარ 10 წლის ვარ მეტიც და გამოცდილება მაქვს და პილატესმა მომცა იმდენი რაღაც შესაძლებლობა, პირველ რიგში თავდაჯერება. იმიტომ რომ თქვენ რო გჯერათ თქვენი სხეულის, თქვენი გონება სხვანაირად არის ჩართული. როცა გონება არის სხვანაირად ჩართული, უკვე ბედნიერიც ხარ, გამოყავთ რაღაცა დადებითი ენერგია. და მე ვფიქრობ, მაგიტომაც ხალხს მოსწონს, ანუ რო დადიან ჩემთან, იმიტომ რომ აღარ ფიქრობენ თავის პრობლემაზე, ფიქრობენ თავის ხერხემალზე, ხდებიან უფრო კარგი. აი, ყველაფერთან არის, ხო? გონებრივი, ფიზიკური, მორალური რაღაცა კომპლექსია, რომელიც აუცილებლად თან დაახდას, როდესაც ბავშვი იწყებს. ჩვენ მე და შევაპარაკობთ აი სკოლაში ფიზიკურ აქტივობაზე და აი ყოველდღიურ ფიზიკურ აქტივობაზე. მე მგონია ის თუნდაც ეს პილატესის პრინციპები, რომ აი მარტივად თქვათ დაინერგოს თუნდაც სკოლის ამ ფიზკულტურის პრინციპებში ან იმ სპორტის ყველა იმ სახეობის წარმომადგენელმა მწვრთნელებმა თქვათ რომ გაიაზრო რა
სწორედ ხერხემლის ჯანმრთელობას და აი ამ სხეულის ფლობის ტექნიკას რა ხელა მნიშვნელობა აქვს. მათი წარმატებაც არის, ხო, რომ ეს ბავშვები იყვნენ თან მაგარი სპორტსმენები და თან ძალიან ჯანმრთელები. აი ზუსტად მაგიტომ ლოგიკა ჩვენ ტვინამდე ვერ მიდის. ანუ მე თუ ვარ წვრთნელი, მაქვს გუნდი, ხო მყავს. ანუ ხომ მინდა რომ ვიყო მაგარი. და ვიქნები მაგარი როგორ ის გუნდი იქნება მაგარი და ყველას ტკივა ხერხემალი აი ბიჭებისაც ხო ვეკითხები და ანუ ყვებიან თავის გუნდელები ანუ ეს ხო არ არის ეს არის თითოეული ბიჭები ხო და მოდიან კარგები და ალბათ რა ხდება კიდევ სხვაგან და აი მართლა ვფიქრობ რომ ეს თემა არის ძალიან სერიოზულად დასაწყისი მე მგონი ყველამ უნდა ვიცოდეთ რაღაც ელემენტარული პილატესის რაღაცებს სახში შეიძლება ამის გაკეთება კი ბატონო მზად ხართ რა ივარჯიშოთ კარგით, მე მაშინ ამ სკამს გამოგიწევთ. საიხე. აქეთ. შეიძლება თან მოუყვე? კი, აუცილებლად. უნდა ხო ვნახოთ რა განსხვავება იმ რაღაცნაირ გაწელვის ვარჯიშებს, ძნელოსნობაში რა ვარჯიშები იცავ და პილატესში. მოკლედ, მე გეტყვით ერთი რაღაცა, თამამად ვიძახი, რომ პილატესი არის მეტი ვიდრე ვარჯიში. ეს არ არის უბრალოდ 1-2-3, 1-2-3. პილატესი არის სუნთქვა, პილატესი არის უკვე თქვენი ცხოვრების წესი, უკვე თქვენი ჰიგიენა სხეულის, თქვენი დარწმუნება, თქვენი თავის, განწყობა. პირველი არის განწყობა. როდესაც გაქვთ განწყობა და სიყვარული, თქვენ არასოდეს არ იქნებით წაგებული, ყოველთვის იქნებით კარგად. ხო, მოდი დავიწყოთ. ნიკოლოზი აქეთ გადმოვიდეს, ხო რომ? აი ასე. ბატონო. მოკლედ, თავარი რაც არის, ეს არის გახურება. გახურება იმისთვის არის საჭირო, რომ თქვენ მიხვდეთ, რომ დღევანდელი დღით რომ დღევანდელი დღით მიხვდეთ, რა დღეში არის თქვენი სხეული, იმიტომ რომ როგორც ამინდი იცვლება, ასევე თქვენი სხეულის მდგომარეობა. და ჩვენ ბიჭებთან ერთად თუ შეიძლება გთხოვოთ, გაიხადეთ ფეხზე, იმიტომ რომ ფეხში შველა ვარჯიში არის ბევრად ეფექტური, იმიტომ რომ ტერფი, ცერა, ნეკა და ქუსლი არის სამი მნიშვნელოვანი წერტილი და როგორ დაგედგები, ისე ივარჯიშო. так, მოდი, აქეთ მოდი. так, სადაც გაგიხარდება და ესე ფეხები არის თავისუფლად, ხელები, უკვე გახართ სწორად. მუხლები არის ყოველთვის ოდნავ მოხრილი, იმიტომ რომ როდესაც ჭიმავთ სახსარს, უკვე სახსარი, ასე ვთქვათ, ზიანდება, ფუჭდება. ნუ ჯერ ბავშვები არიან, მაგრამ ხო გაიზრდებიან. რა თქმა უნდა. ფეხი მოუხაროთ, ცოტა ოდნავ და აუწევთ ცერანი აი ესე თითები და ქუსლები. ამით აუცილებლად ვიწყებთ. უკვე გვიჭირავს ხერხემალი, ვდგავართ სწორედ, სარკის წინ რომ დაინახოთ რამდენად. კი ბატონო, ესე დადეთ. მერე ცერანეკა თითი, შიგნით და გარეთ, აი ესე რომ იგრძნონ ტერფი. მერე გაჩერდებიან. ამ ვარჯიში ყველა მიცის, მაგრამ არ აკეთებენ ძალიან კარგად, იმიტომ რომ ანუ შეხედეთ, მხრები უნდა იყოს დაფიქსირებული და მოძრაობს მარტო ზედა ანუ ქვედა ნაწილი. ამას გავაკეთებთ ერთ მხარეს, მეორე მხარეს და მერე ვიწყებთ მხრები. საერთოდ არ ვეხები კისერს და იმიტომ რომ მხრები არის პრინციპში კისერი, ხელები ესე გავაკეთებთ. სუნთქვა აუცილებელია და ღიმილი. სუნთქვა აუცილებელი არის, იმიტომ რომ ხშირად ვართ დაღლილები, ხშირად აღარ შეგვიძლია, გაბრაზებულები და როდესაც აი ესე აქტიურად ვიწყებთ სუნთქვას, ამოსუნთქვას, ეს ყველაფერი თქვენ ორგანიზმიდან გადის. დეტოქსია სუსტად. მე ასე გავაკეთებთ, იმიტომ რომ გვერდითა კუნთები არის ძალიან აუცილებელი. ბიჭების სუნთქავე და ენერგიით ივსებიან ყოჩა. ეხლა ნახეთ, ჩემი საყვარელი ვარჯიში, ამით ვიწყებთ, ზემოთ აწევთ და ამოისუნთქავთ. ზემოთ აწევთ, ამას ვაკეთებთ ტემპში. ამოისუნთქე. ამოისუნთქე. და ბოლო ჯერ ზემოთ ავწევთ. ეხლა ნახეთ მეორე. ამოისუნთქე გვერდი და ამოისუნთქეთ გვერდი. აი ესე მეორე მხარეს, ეხლა წამოდი მეორე მხარეს, ხელები არის ბოლომდე დაჭიმული და თეძოები უნდა იყოს დაფიქსირებული. კიდევ ერთხელ თან ვივარჯიშოთ და თან კითხავ. აი ამბობენ რომ ბიჭები ნაკლებად გაწელილები არიან ყოველთვის, ანუ გაწელვების მნიშვნელობაზეც რა თქვა. ანუ იცით რა არის, ეხლა გავუშვით, ფეხები შევაერთოთ, იცით რა არის, გააჩნია ბიჭს, მაგრამ ძირითადად, როდესაც არიან რაგბში, ფეხბურთში, ეს სახსრები ეკეტებათ. და როდესაც ეკეტებათ, მერე უკვე ანუ იმას შვებიან, აღარ არიან გაწელილები და ეს გაწელვა აუცილებელია, ეს არის კუნთის ჟანგბადი, კუნთის სიძლიერე, ყველაფერი.
так, მოდით. მე ესე ჩავდივარ დაბლა. არც ისე რთულია, თუ კარგი ინსტრუქტორი ყავს, სახში შეგიძლია ივარჯიშო ამ. ყველგან შეგიძლიათ ივარჯიშოთ, თან ისეთი ვარჯიშები ჩვენ გავაკეთეთ. ფეხები შეაერთე, უფრო კარგი არის, უფრო რთულია შეაერთე ფეხები და ამოიზურგეთ. ზურგი იყოს სწორი. და ფეხები გაჭიმული. ყველაფერი იჭმება. კაია ეს. ფეხი მოხარეთ და ეს არის ჩემი ფავორიტი ვარჯიში. შეგიძლია გააკეთო სამზარეულოში, სადმე მოედანზე, დარბაზში. ხელები შედებთ მუხლებში, გაასწორებ ზურგს, საჯდომი უკან, ქვემოთ ჩადიხარ და ზემოთ ამოდიხარ. ეს არის ზურგის ვარჯიში? ეს არის წელის ვარჯიში. ხერხემლის. ამით პრინციპში ამაგრებთ წელს, შეუძლია გააკეთოს ტრაუმირებული ბავშვი, ნებისმიერი ასაკის, გოგო, ბიჭი, სპორტსმენი, ქალბატონი, სამზარეულოში ელოდება კვერცხის მოხარშვას. აი ესე აკეთებს, რატო უნდა დაკარგოს? კიდე უცბად ორი ვარჯიში და ორი ვარჯიში. აუცილებელი არის პლანკა, როგორც ხელები დაჭიმული, როგორც ხედავთ, ჩემი ბიჭები უკვე იციან, რომ აუცილებლად უნდა იყოს, კიდევ რა არის პილატესში, უნდა იყოს შეწუწნული. შეწუწნული, ზუსტი სიტყვა. ანუ და ძირითადად სპორტსმენები არიან ქვემოთ, გაწუწნული. აი ესე ქვემოთ და ეს ენერგია ეხარჯებათ, აი ესე ხო პლანკაში არიან. მერე აწევთ საჯდომს, აწიეტაკო და ჩადიხარ დაბლა და ამოდიხარ მაღლა და ეხლა პირიქით სუნთქვა იქნება, ამოსუნთქვა ზემოთ. და ქვემოთ, აი ესე ძალიან კარგი ვარჯიშია და თავარი ის არის რომ თუ გაქვს ხერხემალი ჯამრთელი, ხარ ჯამრთელი, სხეული არის ჯამრთელი, ეს არის უმთავრესი რამ. და ბოლო, ნახეთ, ეგეც პლანკა არის იდაყვებზე, აუცილებელი არის, ასევე აქაც გრძნობთ რომ ხრები უჭირავთ ხერხემალს. რამდენჯერ კეთდება ნატალია ეს ვარჯიშები? იცით რა არის? სტატიკური ვარჯიში და დინამიური ვარჯიში მე მიყვარს, როცა ვცვლი. მე არ მიყვარს დასვენება, რატო უნდა დაისვენო, ხო, როდესაც გავს გაკვეთილი ტემპის თუ კარგავ, იკარგები. ანუ ზოგადად უნდა იყო ენერგიურად. თუ ვეღარ უძლებ თუ ვეღარზე გიმატებს კიდე 20 წამი. ხო, მე ელეგანტურად ვტვირთავ. ეხლა მოდით დაწექით იატაკზე, მუცელზე დაწექით და მეორე, რაც არის ძალიან კარგი ვარჯიში და ყველამ შეუძლია გააკეთოს, ხელები დადე ესენი, აი ესე დადეთ ხელები წელზე, როგორც ვაკეთებთ. და ეხლა ნახეთ, ზემოთ ადიხარ მკერდით, შესუნთქვა და ამოსუნთქვა ქვემოთ. ზემოთ ამოდიხართ და ქვემოთ ჩამოდიხართ. აქ როგორც ხედავთ, ამოდის მკერდი, მთლიანი ხერხემალი მუშაობს, ასევე საჯდომი, თავი მოადუნე და არ უნდა დაძაბოთ კისერი. ეს რატო თვაზე არ უნდა გამოსუნთქვა? იცით რა არის? სუნთქვა არის. ამას ეს არც უნდა დაამუხამოთ, ანუ სუნთქვა არის თამაში. ეხლა ნახეთ, ხან აკეთებთ ზემოთ ამოსუნთქვა და ზემოთ ადით და ბოლო ჯერ ჩადით და დაისვენეთ, ეხლა ეთერში ხარ დაისვენეთ. ეთერი გვიმთავრდება უკვე, დრო აღარ გვაქვს. რეკლამის დროს გავაგრძელოთ ვარჯიში. უბრალოდ ბიჭებს მინდა უთხრა ძალიან დიდი მადლობა ჯერთ, იმიტომ რომ ამ ასაკში ესეთი შემართება გქონდეს, ასე იაზრებდე შენს მიზნებს და ასე ერთგულად მიყვებოდე ამ პროცესს ძალიან მნიშვნელოვანია და წარმატებები თქვენ სპორტში. დიდი მადლობა ნატალია. შენს აღსასრულებთან და შენს მოვარჯიშეებთან. ნატალია. მაგარი გოგო ხარ.